დაფიქრებულ ხარ, რატომ გვავიწყდება სიზმრების უმეტესობა? კვლევების თანახმად გაგუზებისას სიზმრების დაახლოებით 95% არ გვახსოვს. სიზმრების რთულად დამახსოვრების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ძილის დროს ტვინში ნორეპრინეფრინის დონე დაბალია. ქიმიკატის, რომელიც მეხსიერებასთან არის დაკავშირებული და ელექტრული აქტივობაც, რომელიც გახსენებას უწყობს ხელს, ასევე დაბალ დონეზეა. შესაბამისად, რაც უფრო ღრმაა ძილი, სიზმარი ნაკლებად გვამახსოვრდება. რაც შეეხება სიზმრის დავიწყების ევოლუციურ და ლოგიკურ ახსნას, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ სიზმარი არ გვავიწყდება, უბრალოდ მათზე დომა არ გვაქვს, მაგრამ ისინი ჩვენს მეხსიერებაშია დალექილი. ამ თეორიით შეიძლება აიხსნას ისიც, რომ დავიწყებული სიზმარი რაიმე ფაქტთან დაკავშირებით მოულოდნელად მოგვაგონდება ხოლმე. ეს სულად შეიძლება დეჟავუს ეფექტიც იყოს. ცნობისთვის, თუ სიზმარს ნახულობთ და ამ დროს არ გაიგუძებთ, ვერ შეძლებთ მის დამახსოვრებას. იმ სიზმრების უმეტესობა, რომელიც გვახსოვს, არის ის, რასაც გაგუძებისას ვხედავდით. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიზმარი ჩვეულებრივ კარგად ამახსოვრდებათ, თუმცა სამწუხაროდ ეს მათ დარღვევად უბრუნდებათ ხოლმე. მათ რეალურად მომხდარისა და სიზმარში ნანახი მოვლენების ერთმანეთისგან გარჩევა უჭირთ.